თუ დიდ დროს ატარებ მზეზე 6-ჯერ მეტად ბერდება შენი კანი მზეზე, ვიდრე დაბერდებოდა. კანის ფერის შეფერილობის ცვლილება, სიბერის ლაქები, ანუ ყავისფერი ლაქები რო აქვთ ადამიანებს, კანის დაბერება, ნაოჭები, კანის ჩამოკიდება, კანის სტრუქტურის შეცვლა და ელასტიურობას რო კარგავს კანი 90% ამ ყველაფრის არის მზის გამო. მეტიც ჩატარებულია კვლევები, რომლის მიხედვითაც აკვირდებოდნენ 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ტყუპებს. ერთი ცხოვრობდა იდენტურ ტყუპებს, ანუ ერთმანეთს რო გვანან. ერთი ცხოვრობდა მზისგან მოშორებულ ადგილებზე და ისე ცხოვრობდა, ისე ცხოვრების წესი ჰქონდა, რომ მზეზე არ უწევდა დიდი კონტაქტი და მეორე ტყუპს უწევდა მზეს დიდხანს ყოფნა. და დაახლოებით 10-15 წლის თავზე უკვე მათ კანს შორის სხვაობა იყო 10 წელი. ანუ ის ტყუპის ცალები, რომლებიც მზეზე ატარებდნენ დიდ დროს, 10 წლით უფრო ასაკოვნად გამოიყურებოდნენ ვიდრე ისინი, ვინც დიდ დროს არ ატარებდნენ მზეზე. მეტიც, უფრო დიდი რისკიც აქვს მზეს. მაგალითად, 90% შემთხვევაში კანის კიბოს განვითარების დამნაშავე არის მზე. მზე ან სოლარიუმი. ანუ ულტრაისფერი გამოსხივება. რა ხდება ახლა? ან მზის სხივები რომ მოდის UVB გამოსხივება ქვია, ულტრაისფერი B გამოსხივება, რომელიც ღრმად აღწევს კანში, აზიანებს DNM-ს, აზიანებს უჯრედებს და ეს დაზიანებული DNM-ი არ აღდგება. განსაკუთრებით კანის ღეროვან უჯრედებს როცა აზიანებს, იქ DNM-ი რო ზიანდება, ის აღარ აღდგება. რა თქმა უნდა, ეს რუჯი გადაგივლის 21 დღიდან 48 დღეში გადაგივლის რუჯი, ახალი უჯრედები წამოვა, მაგრამ მათაც დაზიანებული DNM-ი ექნებათ. მერე კიდე მიიღე რუჯი მაგალითად, კიდე დაზიანდა DNM-ი, ღეროვანი უჯრედების DNM-ი კიდე უფრო დაზიანდა. ანუ კუმულაციურად დაგროვებითად დაზიანდება ეს უჯრედები და ბოლოს იწვევს კანის კიბოს. კანის კიბო ვითარდება და მელანომა, რომელიც არის ყველაზე ცნობილი, მელანომა, ანუ შავად რო არის ხოლმე, ხალს რო გავს ეგეთი კიბო კანის, რომელიც კანის კიბოების მხოლოდ 1% შეადგენს და სიკვდილიანობით კანის კიბოების 90% სიკვდილიანობით მოდის მელანომაზე. ამიტომა მელანომა ესეთი საშიში, იმიტომ რომ არის აგრესიული. მაგრამ, თუ დროზე აღმოაჩინე 98%-იანი მკურნალობის, ანუ განკურნების შანსი აქვს მოკლედ. თუ გვიან აღმოაჩინე 30%-ზე დაბალი. ამიტომ უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რომ მზისგან აიცილოს ადამიანმა თავი და მეორეს მხრივ, თუ მაინც უწევს ყოფნა, ან თუ მაინც რაღაც ღმერთს მარხნას და ცუდი შემთხვევა აღმოჩნდა, რაც შეიძლება დროზე შემჩნიოს. როგორ შემჩნიოთ მელანომა დროზე? არ არსებობს რამე ისეთი ნიშანი, რომ თქვათ, რომ აი ხა აქ მელანომა გაჩნდება, ან აქ მელანომა გაჩნდება, ესე არ არის. მელანომა ჩნდება ნორმალურ კანზე, ანუ მხოლოდ 30% შემთხვევაშია, რომ ხალზე ჩნდება მელანომა. ანუ ხო ამბობენ, რომ აი ხალი გადაგვარდა, ხალი იყო და გადაგვარდა. კი, როგორ არის ეგენი, ოღონდ არის 30%. 70% შემთხვევაში ჩნდება ნორმალურ კანზე. ამიტომ ის ადგილები, რომელზეც კონტაქტი ძალიან ხშირად უწევს მზეს და კანს, არის რისკ ფაქტორი ყველაფერი, ხელები, ფეხები, მკლავები, ზურგი, კისერი, სახე, ყველა. ქალების შემთხვევაში ცოტა უფრო ხშირად არის ხელები და ფეხები, კიდურები. კაცების შემთხვევაში უფრო ხშირია ზურგი, კისერი და სახეზეც ჩნდება ბევრნაირი, ხშირად ჩნდება უფრო სწორად კანის სიმსივნე, როგორიცაა მაგალითად ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელი უჯრედოვანი კარცინომა, რომელიც ორივე არის კანის სიმსივნეები, ორივე ძალიან ხშირია, მაგრამ კარგი ისაა, რომ ორივე ძალიან დუნეთ მიმდინარეობს და მისი შემჩნევა მკურნალობა ადვილია მოკლედ და დიდი პრობლემა არაა მოკლედ ეგენი. მელანომა, რითი ვხვდებით მელანომას? მელანომა გავს ხალს, არის ასიმეტრიული საზღვრები აქვს. შეფერილობა, თვითონ ხალის შეფერილობა განსხვავებულია, ანუ სხვა ფერებია გამოყენებული, ირეგულარული საზღვრები აქვს, ანუ მკვეთრი საზღვარი არა აქვს და ფანქრის უკანა მხარესო საშლელები აქვს. საშლელის დიამეტრზე დიდია ხშირად. ანუ 6 მმ-ზე უფრო დიდი დიამეტრი აქვს. დროთა განმავლობაში ევოლვირებს. არის ასიმეტრიული. ანუ ასიმეტრიული, ირეგულარული საზღვრებით, ფერების მონაცვლეობა
ევოლუირებს დროთა განმავლობაში და ზომაში დიდია. ეგ არის ხოლმე მელანომა და ადამიანებს რომელსაც აქვთ ღია ფერის კანი, ღია ფერის თმები, ღია ფერის თვალები, უფრო მეტი შანსი აქვს მელანომის განვითარების. ადამიანებს რომელსაც აქვთ სხეულზე 50-ზე მეტი ხალი, აქვთ უფრო დიდი შანსი რომ განვითარდეთ მელანომა. ადამიანებს რომელსაც აქვთ ისტორია, ანუ მშობელს ან და-ძმას ან ვიღაცას მის გენეტიკაში ქონდა მელანომა, მათაც აქვთ უფრო მაღალი რისკი რომ განვითარდეთ მელანომა. ადამიანებმა რომელებიც ბავშვობაში იღებდნენ მზის დამწრობას, აქვთ მეტი შანსი რომ განვითარდეთ მელანომა ცხოვრების განმავლობაში. ერთხელაც კი თუ ადამიანს დაეწება კანი, ზურგი და ბლისტერები წარმოექმნება. ორჯერ მეტი შანსი აქვს იმის რომ განვითარდეს მელანომა მოგვიანებით ცხოვრებაში. ანუ 20 წლამდე ადამიანმა მაქსიმალურად უნდა მოერიდნენ მზისგან გადაწვას. ეხლა ადამიანი იტყვის რომ როგორ არის, როგორ მივხვდეთ, ხო? ანუ რას ნიშნავს მაგალითად დიდხანს შეიძლება იყოს ადამიანი მთელი დღე სიცხეში და დიდხანს ყოფნა არის 1 საათი თუ 9 საათი თუ რამდენი? 10 წუთიც კი. 10-დან 20 წუთი თუ ხარ შუადღის მზეზე და კვირაში 5 დღე ესე გიწევს, შენი კანი 5-7 წლით უფრო ასაკონად გამოიყურება. ანუ ამდენად მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ეფექტი აქვს. და თუ დღეში 1 საათი ან მეტი უწევს ადამიანს, უკვე დროთა რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე 10 წლით მეტად გამოიყურება მისი კანი, უკვე ამდენად დაბერებულია, ამდენად დაზიანებულია კანი. ანუ მცირე კონტაქტსაც კი აზრი აქვს. ახლა კითხვა არის ხოლმე კიდე რომ ჩრდილში შეიძლება რომ ჩრდილში მთელი დღე გავატარო, შვიდად ვიყო, კარგად ვიყო. ეგეც არაა დაცვა ბოლომდე, ჩრდილი დაახლოებით 50-დან 70%-მდე ბლოკავს ულტრაიფერეს სხივებს, მაგრამ შენობებიდან ანარეკლი, მიწიდან ანარეკლი, საგნებიდან ანარეკლი, მაინც მოდის რაღაც დოზით ულტრაიფერი გამოსხივება, ამიტომ ადამიანი მაინც ღებულობს ამ რადიაციას 30-დან 50%-მდე, უხეშად რო ვთქვა, ნახევრად გიცავს. ქუდები გიცავს დაახლოებით 20-50%-ით გიცავს ქუდები. ეს ჩვეულებრივი კეპი შედარებით ნაკლებად, იმიტომ რომ კი წინ იცავს შუბლს და სახეს, მაგრამ ნაკლებად იცავს ყურებს, კისერს და უფრო გარშემომთლიანად რომ არის შლაპის მსგავსები, ეგ რა თქმა უნდა უკეთესად იცავს და ამ შემთხვევაში დაცვა არის დაახლოებით 70%, 70% იცავს კანს. გრძელმკლავიანების ტარება არის გამოსავალი კიდე ამ გრძელმკლავიან ტანსაცმელს თუ ატარებ, მეტი შანსია რომ კანი არ დაზიანდეს. მეტი შანსი კი არა 80-90% იცავს მოკლედ. და მესამე მნიშვნელოვანი ზიანი, რომელიც მოაქვს მზეზე ყოფნას და მზის გამოსხივებას არის ასაკის ლაქები. ასაკის ლაქებს ეძახიან ყავისფერად რო არის, ხელებზე, სახეზე შეგიმჩნევიათ ალბათ. ანუ 40 წლის მერე თითქმის ყველას აქვს. 40 წლის, ნუ 1-2 თითქმის ყველას აქვს და 60 წლის მერე კიდე 80% ადამიანს აქვს უკვე ბევრი. შესაბამისად, ანუ შეგიმჩნევთ აი ასაკოვან ადამიანს კანზე კოპლებივით აქვს რა, გეგონება კანის შეფერილობაა მუქი. ეგ არის ასაკობრივი ლაქები. საშიში არ არის კოსმეტიკური პრობლემაა, რა ხდება, ან მელანინის დაგროვება ხდება უჯრედებში ღრმად და ეს მელანინი უკავშირდება მერე დაზიანებულ ცილებს და მუდმივია ეგ ლაქები. ან თუ მიიღებ მაგალითად რუჯს და რუჯი გადაივლის, ეგ ლაქები არ გადადის, იმიტომ რომ რუჯი რა არის, რუჯიც მელანიციტების გამრავლება არის, მელანინის წარმოქმნა, მელანინის ჭარბი რაოდენობის წარმოქმნა. მელანინი რა არის? მელანინი არის პიგმენტი, რომელიც იწოს მზის სხივებს და შენ უჯრედებს იცავს მზის დაზიანებისგან, ამიტომ წარმოიქმნება მელანინი, ამიტომ გვიშავდება კანი, როცა მზეზე ვართ. ეგ არის რუჯის მიღების აზრი, მაგრამ მელანინსაც არ აქვს 100%-იანი დაცვა და ისიც ატარებს გარკვეული რაოდენობით სხივებს და ამიტომ მზეზე თუ ხარ, მიუხედავად იმისა, რომ თან კანი გაგიშავდება, გაგიმუქდება, ამის პარალელურად უჯრედები მაინც ზიანდება, ამიტომ სრული დაცვა ეგ არ არის. ნუ რაღაც პერიოდის შემდეგ ეს რუჯი გადადის, მაგრამ მაგალითად ასაკობრივი ლაქები რჩება, იმიტომ რომ უფრო ღრმად არის. დააზიანება დნმ-ის რჩება ასევე. არ იფიქროთ, რომ ახალი უჯრედები რო წარმოიქმნება და ეს მაგალითად ძველი კანი აიხსნება, ახალი წამოვა და ღია ფერის კანი, ის დნმ-ის დაზიანება მაინც რჩება, რომელიც ღრმად იყო და მაინც რისკი აქვს ადამიანს სიმსივნის განვითარების ესეთ შემთხვევაშიც. ეხლა რითი შეგვიძლია რომ დავიცვათ თავი? ყველაზე მთავარი თავის დაცვის საშუალება არის მზის საწინააღმდეგო კრემები.
მზის საწინააღმდეგო კრემები არის ორნაირი, მექანიკური, ფიზიკური იგივე და ქიმიური. ხო, ეს ფიზიკური არის ხოლმე ძირითადად თუთიის ოქსიდი ან ტიტანიუმის დიოქსიდი, ორივე არის უნებელი. ორივე შეიძლება ბავშვებში, ორივე შეიძლება ორსულებში. ორივეს აქვს დიდი უსაფრთხოების კვლევები. არც ერთი არ შეიწოვება ორგანიზმში და რამეს არ იწვევს მნიშვნელოვანს დაკვირვებები დიდი ხნის განმავლობაში არის ჩატარებული. უბრალოდ თეთრ იმას ტოვებს რა, თეთრ ლაქებს ტოვებს რეალურად რო ისვავ და ამ ხრივ ადამიანებისთვის ზოგისთვის არის დისკომფორტი. ყოველ 2 საათში ერთხელ ჭირდება აი ამ მზისგან დამცავ კრემებს წასმა, განსაკუთრებით თუ იბანავე ჩახვედი ზღვაში ამოხვედი, ახლიდან ჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ადვილად გადადის კანიდან და ვერ იცავს სრულად. თუმცა როცა წასმული გაქვს, მაშინ ძალიან მაღალია დაცვა. ახალი წასმული თუ გაქვს, მაგალითად SPF 30 იცავს 97%-ით, SPF 50 იცავს 98%. 98%-იანი ან SPF 50-იანი დაცვა საჭიროა, მაშინ როცა აი ძალიან მზის გულზე გიწევს ყოფნა 10-დან 4 საათამდე თუ გიწევს მზეზე ყოფნა, მაშინ საჭიროა ძალიან ძლიერი დაცვა. თუ არა და SPF 30-იც საკმარისია. სასურველია რომ იყოს ფართო სპექტრის. ფართო სპექტრი ნიშნავს რომ UVB და UVA ანუ ультраისფერი გამოსხივების სახეობებია, მოკლედ ორივესგან იცავს, ორივე აზიანებს რეალურად და ორივე მავნებელია კანისთვის და მაგათგან იცავს ორივესგან. გამოყენება როგორ უნდა? გამოყენება უნდა რომ დაახლოებით უხეშად რო ვთქვათ, მთელ სახეზე და კისერზე რაც უნდა წაისვა, აი იმ რაოდენობამ უნდა გაავსოს ჩაის კოვზის ნახევარი. აი ეგ რაოდენობა უნდა წაისვა, მოკლედ 2 საათში ერთხელ დაბანის მერე რა თქმა უნდა, სახლიდან გასვლის წინ უნდა გამოიყენოს თუ არ მზისგან დამცავი ჩვეულებრივმა ადამიანებმა ჩვეულებრივ დღეებში, არა ზღვის სეზონის დროს უნდა გამოიყენოს. ან თუ გინდა რეალურად რომ დაიცვა კანი კი, ან კვლევით დადასტურებულია რომ თუ მზისგან დამცავ კრემს იყენებ, შენი კანი დაახლოებით 25%-ით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება ვიდრე სხვა ადამიანების კანი. თუ მზისგან დამცავ კრემს იყენებ რეგულარულად, კანის კიბოს იმ ადგილებში სადაც იყენებ, რა თქმა უნდა, განვითარების რისკი 50%-ით ნაკლები გაქვს ვიდრე გქონდა. ანუ 50% დამცირებს სიმსივნის რისკს. უზარმაზარი შედეგია რეალურად. იყო ახლა ქიმიურ იმაზე მზისგან დამცავ კრემებზე იყო ხოლმე ისინი რომ რაღაც ხო არ აზიანებს რამეს, ხო პრობლემა ხო არა და ესე არა, ეგეც უსაფრთხოდ მიიჩნევა, ნუ არის კვლევები, რომლის მიხედვითაც რაღაც მცირე რაოდენობით შეიძლება სისხლში გადავიდეს და რამე სერიოზული ზიანი არ მოაქვს. გარდა იმისა, რომ შეიძლება ლოკალურად გაღიზიანება გამოიწვევს ადამიანებს, ზოგ ადამიანს შეიძლება ქონდეს ალერგია. სხვა ისეთი რამე სერიოზული პრობლემას არ იწვევს. ხო, ყველაზე ძლიერი გამოსხივება როცა 10-დან 4 საათამდე. მიუხედავად იმისა, რომ 5-ზე ბევრად უფრო შეიძლება ცხელოდეს ვიდრე 10-ზე ან 11-ზე, იცოდე რომ 10-ზე და 11-ზე ბევრად ძლიერი გამოსხივებაა ვიდრე 5-ზე. და ამისთვის შეგიძლიათ აქვს იმებს, ტელეფონებს და ესე რადიაციის მზომელი UV index ქვია და ეს რადიაციის გამოსხივების გაზომვას ახდენს. და 1-დან 10-მდე, ანუ ზოგჯერ 1-დან 12-მდე, მაგრამ ძირითადად ესეა და როგორ არის რომ ანუ 1-2 0-დან 2-მდე არ არის საშიში, მოკლედ შეგიძლია იყო როგორც გინდა, 3-დან 7-მდე უკვე მაღალია და რეკომენდირებულია რომ მზისგან დამცავი გამოიყენოს ადამიანმა და 8-დან 10-მდე უკვე ძალიან მაღალია და აუცილებელია მზისგან დამცავის გამოყენება. 8-დან 10-მდე არის ზუსტად აი 10 საათიდან სადაც 2-3 საათამდე, ესე 8-დან 10-მდე არის ხოლმე რადიაცია. რადიაცია ყველაზე მაღალია 10-დან 4-მდე. ეს უნდა დაიმახსოვროთ აუცილებლად. ხო, სხვა რისი გაკეთება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, სახლში ყოფნა, როცა გარეთ მზეა, ჩრდილში ყოფნა, როცა შეგვიძლია, თუ მაინც გარეთ გვიწევს ყოფნა, მზის სათვალეების ტარება, თვალები ქუთუთოების დასაცავად, მზისგან დამცავი კრემის გამოყენება მთელ სახეზე, ყურებზე, კისერზე, ყელზე მნიშვნელოვანია, გრძელმკლავების ტარება, თუ შეგვიძლია რომ ვატაროთ. ხო, გინახიათ ამ ფეხბურთელები რონალდო და ესენი გრძელმკლავებს ატარებენ ხოლმე, რომ დაიცვან კანი მაქსიმალურად მზისგან, იმიტომ რომ დღეში 1 საათიც რომ მოუწიოს იმ მზე თამაში, უკვე ძალიან სერიოზულ რადიაციას იღებს მაინც და ეგეც შეგიმჩნევიათ ალბათ რომ აი სპორტსმენები ვისაც ძალიან გარეთ უწევს ყოფნა, ან მათი კანი ბევრად უფრო დაბერებულია ხოლმე ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანების, მიუხედავად
ბევრად რომ ახალგაზრდებიც და ჯანმრთელებიც არიან ზოგადად, ხო? ან ჩვეულებრივ ადამიანს რო შეადარო, ფეხბურთელი ბევრად ჯანმრთელია, მაგრამ მისი კანი ბევრად დაბერებულია ხოლმე. ხშირ შემთხვევაში ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან დიდი დროის გატარება უწევთ მზეზე. რაც გინდათ რომ ჩემ არხს მხარი დაუჭიროთ, იმაში აღწერაში არის ანგარიშის ნომრები, შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ, ვისაც გინდათ ჩემთან ექსკლუზიური და ინდივიდუალური კონტაქტი და დაკონტაქტება და ხშირად არის ხოლმე რაღაც ძალიან სპეციფიკური კითხვები გაქვთ ხოლმე და ესე ასეთი შემთხვევისთვის მაქვს პატრეონი და პატრეონზე შეგიძლიათ გამომიწეროთ მან და ვისაც ესე ფინანსური მხარდაჭერის საშუალება არ გაქვთ, ეგ არ არის პრობლემა, ისედაც 1600 ვიდეო მიდევს და ყოველთვის რეგულარულად ვდებ ვიდეოებს, შესაბამისად მოკლედ უფასოდ არის ეს ყველაფერი ცოდნა და შეგიძლიათ უყუროთ და სამეცნიერო ცოდნა მიიღოთ და თან ძალიან ისეთი დონის, რომელთაც თანამედროვე მედიცინა ხელმძღვანელობს და არა მოძველებული, არამედ მუდმივად მიდევს პულსზე ხელი რა ხდება მედიცინაში და მაგის მიხედვით გაწვდით ცოდნას და ეს ყველაფერი არის უფასოდ. შესაბამისად შეგიძლიათ რომ მიიღოთ 1600-ზე მეტი ვიდეო მიდევს და კიდე ვდებ ვიდეოებს. ანუ ბევრად დიდი ბაზა გროვდება, ვიდრე ნებისმიერი ერთი სახელმძღვანელო, რომელთაც ერთი კი არა, რა ვიცი, თითო სახელმძღვანელო, ყველაზე დიდი ჰარისონის სახელმძღვანელო 8000 გვერდია, ხო, დაახლოებით და ანუ და ეს თითო ვიდეოზე კიდე 20 გვერდის გაკეთება მიწევს ხოლმე, რომ სამ თქვენამდე მოვიტან ყოველ თითო ვიდეოს. შესაბამისად, ან ბევრად დიდი შრომა მაქვს ჩადებული აი ამ რამდენი წელია ვაკეთებ, 8 წელია რაც ვაკეთებ, შეიძლება კიდე მეტი ამ ყველაფერს. ხო, ასე რომ თქვენი მხარდაჭერის გამოხატვა შეგიძლიათ დალაიქოთ, გამოწეროთ არხი, ან დააკომენტაროთ, ან ნებისმიერი აქტივობა განახორციელოთ, ეგ უკვე თქვენი მხრიდან იქნება შეტანილი წვლილი, რომ განვითარდეს ქართული მედიცინაც და ადამიანებმა სიცოცხლე უფრო უკეთესად, უფრო დიდხანს, უფრო დაცულად. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.